საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ხოლო 4 პირი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რის საფუძველზეც მიმდინარეობს შესაბამისი სისხლისამართლებრივი პროცედურები. დაკავებულ პირთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირები. კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და წევრობის, გამოძალვის, ქურდობის, ცელსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვასა და ტარების, ნარკოტიკული დანაშაულის, დოკუმენტების გაყალბების, საინვესტიციო თაღლითობასა და მითვისების 178 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები. ამასთან სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ცელსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა. აღსანიშნავია, რომ ძებნილი პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი დაკავების ოპერაციას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რომელთა დაგეგმარებაშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ასევე ჩართულნი იყო თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის ბიურო, თურქეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები. ამჟამად 12-ვე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. აქვე სურს მადლობა გადაუხადოთ თურქ კოლეგებს, რომლებიც დღეს აქ ჩვენთან ერთად იმყოფებიან. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაკავშირებს, რომლის ნათელი მაგალითია ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ჩვენი თითეული მოქალაქის უსაფრთხოება. სიტყვას გადავცემ ჩემ თურქ კოლეგას, Interpolis წარმომადგენელს. Öncelikle buradaki basın mensuplarımızı saygıyla selamlıyorum. Değerli meslektaşlarım nezdinde tüm Gürcistan Polis Teşkilatı'na ve başarılı operasyonlarda görev alan tüm meslektaşlarıma Türkiye Cumhuriyeti İçişleri Bakanlığımız ve Türk Polis Teşkilatı adına ayrı ayrı teşekkür ediyorum. Ve bu değerli işbirliğimizin de giderek artacağına yürekten inanıyorum. Hepinizi saygıyla selamlıyorum.